ბოტანიკური ბაღი, ეს არის ახალი გამოცემა, რომლის პრეზენტაცია სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და წაგიკითხავთ წინა სიტყვაობას, რომელიც წინ უძღვის ამ წიგნს და ეკუთვნის გიორგი კეკელიძეს, ილია ჭავჭავაძე 10 წილზე მუშაობისას ოლღა გულამიშვილს წერდა. ეს ჩვენი ისტორია სულ მხოლოდ მეფეებზე და ომებზე გვიყვება, ხალხი არცად ჩანსო. ცხადია, რომ მართალიც იყო ხალხი, ჩვეულებები ყოფა დეტალები ძნელად შემოვინახეთ. იგივე შეიძლება ითქვას სხვადასხვა ორგანიზაციის ისტორიის აღწერაზეც. მოკლედ, ამ აღწერას შენახვაში მოვიკოჭრეთ. დასაძლევი სენია, დიდი და მნიშვნელოვანი ინსტიტუციები კიდევ უფრო დაგვეჩაგრა 1000 ფატალური ხდომილების გამო თვითონ ინსტიტუციის შენება ხო ჭირდა და რაც იყო იმის ისტორია, რომ არა რამდენიმე ენთუზიასტი ადამიანი არავის ემახსოვრებოდა. მეცნიერმა მარინა ჩხარტიშვილმა სერიოზული ამოცანა დაისახა მიზნად და როგორც მათ ჩვევია სერიოზულადვე განახორციელა საქართველოს ბოტანიკური ბაღი არა მხოლოდ დედაქალაქის, არამედ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მისამართაგანია და გნებათ თვისობრივი, გნებათ სიმბოლური აზრით და სწორედ ბოტანიკური ბაღის შესახებ ერთ გამოცემაში შეკრული მასალების გაცნობის შესაძლებლობა აქვს საზოგადოებას და ჩვენ სწორად დღეს ვისაუბრებთ ამ გამოცემის შესახებ. დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში მობრძანებისათვის. და საიდან გაჩნდა იდეა, რომ დაგეწყოთ მუშაობა და ერთ კრებულად, ერთ გამოცემად შეკეგრათ ეს მნიშვნელოვანი მასალები. გმადლობთ მოპატიჟებისათვის. კიდევ უფრო დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ თემით და ჩემთვის ძალიან მისაღებია და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოიცა ეს კრებული. კრებული მოგეხსენებათ არანაირი ახალი იდეები და ახალი შესაძლებლობები არ ჩაგვიდია შიგნით. უბრალოდ შევკრიბეთ ის ძველი მასალა, რაც არსებობდა დღემდე ბოტანიკურ ბაღში. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ჯერ კიდევ 1801 წლიდან ფუნქციონირებს. და მასში უამრავი ადამიანები იყო ჩართულები, რომ ყოფილიყო ეს ბოტანიკური ბაღი ყოველთვის ქვეყნის სახე, რომ ჯერ კიდევ ბოტანიკურ ბაღს ერქვა სამეფო ბაღი, სრულიად 1801 წელს ასეთი სახელწოდებით იყო. შემდეგ გრაფ ვორონცოვმა მას საქართველოს ბოტანიკური ბაღი დაარქვა და ამის შემდეგ მოდიან მე მოგეხსენებათ ვკითხულობ უნივერსიტეტში ეკოლოგიას და სტუდენტებთან ყოველთვის მიწევს ბუნების წიაღში ლექციის ჩატარება და ხშირად დავდიოდით ამ ბოტანიკურ ბაღში და გქონდა ლექციები შესაძლებლობა რომ ჩაგვეტარებინა. იქ ვეცნობოდით ამ სხვადასხვა მცენარეებს, ვაკვირდებოდით, მის გადარჩენაზეც უზრუნავდით და გაჩნდა იდეა რომ ის მონაცემები, ის მასალები, რაც დღემდე არსებობს ბოტანიკური ბაღის შესახებ, მოგვექცია ერთ კრებულში და ამ გავაცანით საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას და მისი უშუალო ძალისხმევით დაიწყო ბატონმა გიორგი კეკელიძემ და დავამთავრეთ ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას თანადგომით იქ მირიან ხოსიტაშვილმა ძალიან დიდი თანადგომა გამოგვიცხა და გამოვეცით ეს კრებული და მე მგონი ძალიან მისაღები იქნება როგორც ჩვენი ახალგაზრდობისათვის, მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისათვის, ასევე ჩამოსული ვიზიტორებისათვის და ყველა ქართველი ადამიანისათვის და არა მარტო ქართველისთვის ეს არის ყველა იმათთვის, ვისაც აინტერესებს. ერთი საჩვენებელი წიგნი იქნება. წიგნი შედგება რამდენიმე თავისგან და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ანუ ფართო აუდიტორიისათვის არის ეს წიგნი გაკუთვნილი, მაგრამ შეიძლება იყოს გამოყენებული როგორც სასარგებლო რესურსი, სასწავლო რესურსი ასევე სტუდენტებისათვის. დიახ, იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის უამრავი კოლექციით, უამრავი სანერგე მეურნეობა
დღეს მას ხელმძღვანელობს არაჩვეულებრივი დირექტორი ქალბატონი ირინა დანელია, მისი მოადგილე ქალბატონი თინიკო ბარბლიშვილი, რომელიც დაუღალავი 24 საათიან შრომაში არიან, რომ თითოეული სახეობა იყოს გადარჩენილი, თითოეული ხე, მცენარე იყოს თავის იმაზე, რა ქვია, მოწოდების სიმაღლეზე, ესე რომ ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, იმიტომ რომ ეს არის საქართველოში ქალაქის ცენტრში ეკოლოგიური გარემო რა ფილტვებივით მიეწოდება ეს საზოგადოებას. და წიგნი შედგება რამდენიმე თავისგან, მინდა რომ ჩვენ მაყურებლებს, რომელთაც აქვს შესაძლებლობა რომ სოციალურ მედიის საშუალებით პირდაპირ ეთერში გვეყურონ ახლა, ჩვენს მაყურებელს და ვაჩვენო ეს წიგნი, რომელიც არის მაღალი პოლიგრაფიით დაბეჭდილი და აქ არის ილუსტრაციები, აქ ჩვენ ვხედავთ ფოტოებს, რომელიც ასახავს დღევანდელ მდგომარეობას ბოტანიკური ბაღის და ასევე აქ არის შესული ის დოკუმენტები, რომელიც დაცული იყო აქამდე საცავებში, ნაკლებად ცნობილი იყო საზოგადოებისათვის და დაკავშირებულია ბაღის ისტორიასთან. ეხლა ამ დოკუმენტების მას ვაპირებთ ჩვენ ცალკე კოლექციის გაკეთებას. და ეს ფოტომასალა მოგვაწოდა ბატონმა ნუგზარშონიამ იქ თვითონ თავისმა ეროვნული ბოტანიკური ბაღის ფოტოკოლაჟიც გამოვიყენეთ და ფიქრობთ რომ ძალიან კარგი მასალები გვაქვს აქ თვითონ სახელმძღვანელოში და აუცილებლად ცალკე გამოფენის სახით გვინდა რომ გავაკეთოთ ეს როგორც ფოტომასალა ასევე ეს ისტორიული წყაროები რომელიც დღემდე გვაქვს შემონახული საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში. როგორც უკვე თქვით, რამდენიმე თავისგან შედგება წიგნი, რამდენიმე ნაწილისაგან და აქ არის მოცემული როგორც ისტორია, რასაც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, განვითარების ეტაპები, ასევე არის დეტალური ინფორმაცია გეოგრაფიული განყოფილებებისა და საცდელის ადგილების შესახებ ამიერკავკასიაში, ასევე მცენარეების შესახებ, ხო, და დეკორატიული მცენარეები, იაპონური ბაღი, ეს ყველაფერი არის. სულ 3500 სახეობა სიტყვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი. და ამის შესახებაც დეტალურად შევუდგეთ კითხოთ. ასევე არის შესული ადამიანების ისტორიებიც, ხო? დიახ, ვინც მოღვაწეობდა, აი ვახსენე რომ 1801 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბოტანიკური ბაღი და 1855 წელს მას კავკასიის მეფის ნაცვლის გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებულებით მიენიჭა ბოტანიკური ბაღის სახელწოდება. და ერთ-ერთი სამეცნიერო კერაა დღეს საქართველოში. ქალბატონ მარინა, თქვენთვის წიგნზე მუშაობის პროცესში, აი რა იყო ისეთი ყველაზე სასიამოვნო აღმოჩენა, ვთქვათ, რომელი არის მესმის რომ ყველა ის ნაწილი, ყველა ის თემა, რომელიც აქ არის მოცემული, ერთნაირად მნიშვნელოვანი არის, მაგრამ თქვენთვის რა იყო აი სასიამოვნო რამ, რომელმაც გაგაოცათ, ვთქვათ, ან სხვანაირად შეგახედათ? ჩემთვის მოგეხსენებათ ეს ყველაზე სასიამოვნო იყო რომ წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით და მისი თანადგომით და ძალიან მიხაროდა რომ ბიბლიოთეკა დაინტერესდა რომ ეს სახელმძღვანელო გამოცემულიყო და ეს საინტერესოა თითოეული ისტორია, თითოეული დღე, ვინ მოღვაწეობდა, ვინ ჩამოდიოდა. იქ გვაქვს ჩვენ კიდევ ამ წინ სახელმძღვანელოში არ არის მოცემული. არის სხვადასხვა სასიყვარულო, სამეგობრო წერილებს ინახავს ეს ძალიან საინტერესოა და ორმაგად მიხარია, რომ ეს ისტორია არსებობს და აუცილებლად შემდეგ გამოცემებსაც ვაპირებთ ჩვენ და ეს წერილები, რომელიც ინახება ბოტანიკური ბაღის გარშემო, რომ ამ წერილებსაც ჩვენ აუცილებლად გამოვცემთ ერთ კრებულად. ქალაქის ცხოვრებას როგორ ასახავთ და როგორ ისახებოდათ ქალაქის ისტორია, ქალაქის ცხოვრება თვითონ ბაღის ისტორიასა და განვითარებაზე? ნუ ბაღის ისტორია არის ქალაქის ცხოვრებასთან დაკავშირებულია. ყველა სტუმარი, ვინც მოდიოდა, ვინც საქართველოს ჩამოდიოდა
ჩვენ ბაღი იყო საჩვენებელი და ერთ-ერთი ისტორიული ნაწილი, სადაც უნდა ყველა ვიზიტორს ენახა. როდის ვიხილავთ, ანუ გაგრძელება დავარქვათ, ხო? სადაც უკვე შევა ასეთი ტიპის მასალები, დიახ. ახლა შემოვიდა ჩვენთან წინადადებით, იყო ლონდონიდან ქალბატონი და აუცილებლად მან შემოგთავაზა, რომ ძალიან ნიშანდობლივია, რომ ასეთივე კრებული გაკეთდეს აჭარის ბოტანიკურ ბაღზე. ანუ აჭარის ბოტანიკური ბაღი არის ერთ-ერთ პირველ ათეულში შესული ბოტანიკური ბაღების, რაც მსოფლიოში არსებობს და იქ არის მტირალას მთა და ეს მონაცემები ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ გავაგრძელოთ მუშაობა ამ თემასთან დაკავშირებით და ალბათ უახლოეს მომავალში მინდა რომ აჭარის ბოტანიკური ბაღის გარშემო გავაკეთოთ ისეთივე კრებული თუ ნამდვილად მისაღები იქნება საზოგადოებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ, შეგახსენებთ, რომ მარინა ჩხარტიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ საუბრობდით ახალი გამოცემის შესახებ, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი და ის გამოცემა განკუთვნილი არის როგორც ნებისმიერი მკითხველისათვის, რომელიც დაინტერესებული არის ბოტანიკური ბაღის შესახებ, გაიგოს უფრო მეტი რამ, ასევე სტუდენტებისათვის. აუცილებლად იქნება ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი და ყველა სტუდენტის სამაგიდო წიგნი მინდა რომ იყოს. ძალიან დიდი მადლობა. ყველა ადამიანის, ყველა ჩამოსული სტუმრის და კიდევ ჩვენ გვაქვს აუცილებლად უნდა ვთარგმნოთ ინგლისურ ენაზე. უღრმესი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა თქვენ.